და მათ შორის ეს მუხლიც რო შეიტანეს თუ დააკვირდებით როგორ დაიწყეს აღსრულება დაიწყეს ცნობილი ადამიანების წინააღმდეგ ანუ ჯერ არ ჩასულან არაცნობილ ჩვეულებრივ მოქალაქეებზე და რატო ეხა ანუ ესეთი სუსხავი ეფექტი არსებობს სამართალში ანუ ჩილინგ ეფექტს ეძახიან როდესაც გამხატვის თავისუფლებას ზღუდავ ერთი ადამიანისთვის და რეალურად შენი მიზანი მარტო ეს ამ ადამიანის შეზღუდვა კი არ არის სხვა ადამიანებს გინდა დაანახო რომ აი ამგვარ რაღაცას თუ ჩაიდენ შენ დაისჯები ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი არის რომ ამ ცნობილმა ადამიანებმა რომლებიც ეხა ჯარიმდებიან სასამართლოში არიან დაბარებული და ასე შემდეგ გამოიჩინონ ისეთივე სიმტკიცე როგორცაც იდეაში უკვე ავლენენ საკმაოდ კარგად უმკლავდებიან ამ ყველაფერს და ხალხმა უნდა ნახოს რომ ეს იწვევს რაღაც იმგვარ რეპრესიებს რომ სიტყვის თქმის უფლება აღარ გაქვს კრიტიკის უფლება აღარ გაქვს და მათ შორის ეს გაშარჯებაც ასე ვთქვათ შეიძლება სასარგებლოც იყოს მიმების გაკეთება რაღაც რებუსების გაკეთება და ასე შემდეგ ეს სასარგებლოა იმ კუთხით რომ ხალხს არ უნდა ეშინოდეს და არ უნდა იყოს იმგვარი დამოკიდებულება რომ ასეთი კანონის საფუძველზე შეიძლება ყველა დაჯარიმდეს და ამიტომ ხმა აღარ ამოვიღოთ ანუ ეს არის მათი მიზანი და თუ ისე მოვიქცევით რომ ამათ ეს მიზანი ამ მიზანს ვერ მიაღწიონ კარგი იქნება საზოგადოებისთვის დარწმუნებულება და მათ შორის ეს